ლამპიონები დასევდა უჩქონო პიჟამს ჩვენ რამდენჯერ გაგვახსენდა ეს მონატრება გულის დიდი სიხარული გაშორებისას გამხელილი სიყვარული ხო
მშობლებისგან. ეს არის აყვავში გაბონილი იაპონიის ენა. ენა ჩვენი წინაპრებისა, ჩვენი ხალხისა. ამ ენას დედა ენა ჰქვია.
სულში თაფლა ჩააწედო, შენთან ხენად. დედაენა, დედაენა, დედაენა. უამციგნად ვერა იდგამს, ენას ჩვილი ვერ ჭაბუკინა ვარდა თუნდაც გახირი, მასენდე დაპლავნიანზე სულთა ბედი დაილოცოს დედაენის შემოქმედი. ჩვენ ვიყვარს წიგნი, სიტყვა, ხატი, განასიტყვები ვაყოლებია, თუდაიგი წენა, ქართული მას საქართველო ჩვენ კარგად ვიცით აზრი ხალასი რადგან ერთად წიგნმანათელმა თუ დედაენის არხარ გახდილი თავი ყველად მოგახს ქართველად. ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი შეწმინდა წიგნში ამოქარგული თუ დედაენის არხარ გახდილი გულში გაგრია ცეცხლი ქართული. ქართული მარტო ენაა, ქართული ქართველ ძმენა, ღმერთია ბედის წერა, ზღვაროა იმოდენა. ენა ქართული დედაა ჩვენი, ენა ქართული სისხლი და ხორცის ქართველი კაცი, ენა ქართული შემონახული ცეცხლი და შანტით, ენა ქართული მოვლენილი მადლი ზეცისა, ენა ქართული სამო და საგალობელი. ქართულობას რომ სინათლეს პენდი დიდი წყალებითა და შრომით მოვიდა ჩვენამდე ქართული ამბანი, უამრავი ხალი, შუბი და ხმალია ჩახსოვილი მასში. ამიტომაა განძლემდრის განაუღებელი ჩვენი ამბანი, ჩვენი სათაყვანებელი დედა ენა. Ისა გახდარი დაუწეს ან შენ
Vini vazia iberta, gardon teshi gardin. Vini vit verta, vini anman shari shadi. Lasi anbanes gulia vit salotsavi sameba anbanis dinma shenmeba lasi zesamde ameta Mandulia dalia magama mivit mamaci dadakhi matsua chores manisatua taka Danazi როგორც ეპერა აბალი ფერად მიდოზე თელსას ამასთენე ჟანი ჟღარნასო ჟოჟუნა წიმის ნაკონი ამდანის მწიფე ვენახი ყველი მართლების ნაჯული რაერან ხალხვა თუსაც აგავნე ხალხა ამან შტუკა ვიბრადა მის ხანია და ხარო სანი სიძოსვიზასვა სიყვარული ნათელი ამბანის ლამა შავანეს ანათებს როგორც სანთელი არი წანცმური ასოა ჩათმული ოქროს პერგამში ჩათბილებული მდებანი ანბანის ტურფა ვენახში უნი ასოა მანკა გულში გაუტეხელი დაცვა მამა ინება ციხე აუღებელი ხარი ფიქრილი ასოა ხარი ფიქრილას მედი Kani ambanis keba, karbukia da kraria, karbolus karpula suedda daksis rogots kania. Kani aksol tiuli, kani kometa desia, daga pnevares vlada, magla maganis mertili. Kayasa koshon, servisat kayasa, kayaka jabena durena kusrat. Chinichke pare asoa, khanchumi khana chkhriava, chima ambashi bavshebo, chukchuki chai chkhriava. Chinichke asoa, teda khia, chima amba teteti titigashkria. Siliavan qarvat unami romeli chinichket yazam tartut sofeli. Anyan banchani kuyaniara, china chama malchalachi, realit gait Jangan bani jualia samsabon tarsun paksana jualia saya sampai sojualas kartuaso. Zeham bani sili atuas zeli dote zaliana, ria dote zalia die. Khani berushua, khani keda khadia, khanda khatakhle ambani khatakhle khadi. Hai ambani
მოგვისმინეთ. წავიდეთ ბავშვებო, წავიდეთ ხოლოდ ერთი პირობით მე თუ იაკობ გოგებაშვილი გამოვედ, თქვენ კარგად უნდა ისწავლოთ. იაკობ გოგებაშვილი დიდი ქართველი საბავშვო მწერალია. მან დაწერა ბევრი საბავშვო მოთხრობა. ჩვენ პატარებს გისახსოვრა ჯადოსნური დედა ენა. ბაღიაში დავალებულმა და გაძიმა ქართველმა მწერალმა სული და გული არ მოაყო დედა ენის შედგენას, რათა პატარებისთვის ეჩვენებია როგორია მეგობრობა, სიბეჭდითე, სიკეთე და სამშობლოსთვის თავდადება. დიახ, დედა ენამ გაგვიღო კარი ფართოდ, გაგვაგებინა ანი და ბანი, გაგვანოლუთვალაია აგვამეთ ყველა ქართული ანბანი. როგორ არ გაგიხმება იმ გულუწყულო, მაგრამ კეთილ მუცაზე დიდი სამფიცო უნდა ექანა. დედოფლებს უთუოდ კითხვა უნდა ვასწავლო, გადავშორო წიგნი და ეუბნებ. შემოგვიჭინებო, მოდით კითხვას გასწავლი შენ აქ ნაჩექი, შენ კი აი აქ. ეს არის ანი, ეს არის ბანი. ისწავლეთ გენაცვა, ახლა თქვენ გაიკითხეთ ხომ ადვილი რა? იაკობმა დედა ენაში ჩვენი საჭიროა. როგორ არ გაგეღიმება იმ ზარმას განოვდა სკოლაში წასვლა რომ ეზარება და მოიმიზეზა. ვანო სკოლაში დიახ, ამ დღიდან ყველას მივაგე რამე, რა ჩვენმა დიდმა წინაპრებმა ვასაუყურის წირთ ბრძანეს, რასაც არაცემ შენია, რაც არა დაკარგულია. თუ კაცსა ცოდნა არ აქვს, გასტანჯებს წუთის სოფელი. საქართველოს მთებში გავდაჩინა ზედა, ხვათა ღალატების და ღმერთების ენა, აი რაც გვასწავლის დედა ენა. არ დავისწრება მუღლისა, მასწავლა დედა ენა და სულში შემოანახა როგორც მისრებში ერვა. დედა ენა მასწავლა სიმამაცე და სიბნელ, ოუში ფარე, ხიში მასავი. ისწავლე მწავის მძერნელო, აიხმა დედა ენისა, განხმული ზიდა მარზე და გამწოლევი წმენის. ჩვენაგადვით სიმბერნადული ჩვენთვის და წიგშია მოხარული თუ დედა ენის დახარგადილი, გულში გაკლია ცეცხლი ქართული. დედა ენა საუბრია დიდი გაუთხრი შეყვარებული და შეყვარებული დედა ენა ერთია, დედა ენა ღმერთია, დედასავი თბილია, დედა ენის შვილია, რუსთაველია, ტატო გალაქტიონი, მისი გამოსილია, დედა ენის შობე, დედასავი თბილია. დედა ერავი და ძარა, მას დედასაც უხარა და მას მამასაც უხარა და ეტაცბოვას უხარა და დედა ენა დავივიწყო დედა ენა, მე გამისკდეს მიწამარტო, ჩამომენდეს მე ჭერი, სანამდე ენა ქათაც მანავამა ცოცხლობდერი, მაშა ღორძინი დედა ენა ცომისუკი და განო კანში მრახავით როარიანო. დედა ენა შენს ნათებას შვილები არ არის. ენა საუჯესია და ხაჭა უხადელი მარგალიტისა. იდღებსელე დედა ენა, გადმოფინე შენი ჯადოსხმული
ცოდნითა და ქართული შემართებით. დროჩი ტივით გაფრინდა ოცნებები ნახატი, ჩამოცვენილ ლამპარო დედაენა ვნახვამდის. Barshidovები აბანო, ბევრი სიკეთე და თესე, ჩვენ შემდეგ მოსულ პატარად მაუგუსტა დაულოცეთ. ახლა კი სიტყვა მინდა გადაცა ჩვენი სკოლის დირექტორს ბატონ ბაქარელაგიას. ის უფრო გამარჯობა, მოგესალმებით. ხო, მაგერ დასაბუთებია. როის გილოცავ ბავშვებო. ანბანი ვისა. მე აკითხავისა. ძალიან ბევრი ზღაპარი წაიყვანო და ამ ზღაპარში იმოგზავნე. ხო. რამდენი აპირებს ახლა ზაფხულში ზღაპარი წაიყვანო. ძალიან ბევრი ზღაპარი უნდა წაიკითხოთ, იმიტომ რომ ზღაპრების სამყარო არის ძალიან ლამაზი, კეთილი, ხო? და ძალიან ბევრ ამის გვასწავლებს. ამისთვის ვის უნდა გადაუხადოთ მადლობა? ნინო მასწავლებელს, ხო? როგორ გიყვართ ახლა ნინო მასწავლებელი? აუხსენეთ ყველამ ერთად სიყვარული. ხო. დაწნებული ვარო ძალიან გყვართ ნინო მასწავლებელი. ბავშვებს დიდი მადლობა. ბავშვებო თქვენ, მადლობა ნინოს თქვენ და რა თქმა უნდა მშობლებს დიდი მადლობა ჩართულობისთვის. მე ნამდვილად ვერ მოვიგებდით ცეკვაში სიმღერაში და რა კარგი იყო დღეს რომ თითოეული თქვენგანი საუბრობდით და მიყვარს მონიზებები, სადაც განსაკუთრებით ხარ განსაკუთრებით რა თქმა უნდა ბევრი საუბარი და ბევრი თქვა ტექსტი თქვა ბავშვების და ამის გარშე განვითარება ბავშვების ძნელი. ასე რომ დარწმუნებული ვარ რომ მომავალი პროსკოლები ჯანმრთელი მოევლინება ქვეყანას და სექტემბრიდან ალბათ ისევ შემდგომ მასწავლებელი თქვენ გვერდით იქნება. ერთი ხუხარეა ყაში დიდი საქმე უკვე გაკეთებულია და ეს დიდი
დიდი საქმე არის, რომ ჩვენმა პატარებმა შეისწავლეს ქართული ანბანი და აწი ძალიან დიდი გზა ცხოვრებისა, შემეცნების და თქვენთვის გახსნილია ბავშვებო და ეს არის ნინო მასწავლებლის, თქვენი მშობლების დამსახურება და რაც შეიძლება ბევრი იკითხეთ აწი, რომ კიდევ უფრო თქვენი თვალსაჩინო უფრო დიდი გახდეს, ბევრი რამ იმოგზაუროთ მთელს მსოფლიოში. გილოცავთ ანბანის შესწავლას, ასე ვთქვათ, ბევრი რამ დაემთხვა დღეს ერთმანეთს, თან გაზაფხულის პირველი თვეა, თან დედის დღე იყო და თქვენს დედიკოებს გულოცავ ამ დღესასწაულს, ხვალ ქალთა დღეა და ჩვენს გოგონებს სახლში კიდე ბებიებს გულოცავ ამ დღეს და ნინო მასწავლებელსაც ვუსურვებ, რომ კიდევ ბედნიერ დედობას და წარმატებები მომავალში. მე მინდა არ ვიცი ბავშვები ცნობილი ვარა, ჯერ არ იცნობენ, მაგრამ ვინაიდან მშობლები არიან, აქ და ბავშვები და შინაურული გარემოა ნინო მასწავლებლის შემდეგ ეხლა ცოტა ხნით ვინც გააგრძელებს ბავშვებთან მუშაობას, მე მინდა წარმოგიდგინოთ თქვენი შვილების მასწავლებელი. მაღალი პასუხისმგებლობით სავსე თქვენს ბავშვებთან მუშაობის მოდგინეთ და აუცილებლად გავდეთ იმ შედეგს, რომელიც პირველი კლასის დასასრულისით უნდა დაგვეგებათ. ძალიან კარგი მასწავლებელია, დარწმუნებულია ბავშვებმა, რომ თქვენს მოგეწონებათ და შეგეყვარდათ ამის იმედი მაქვს. მადლობა დიდი მოწვევისთვის. ძალიან ლამაზები ხართ, ჭკვიანები ხართ, წარმატებებს გისურვებთ და იმედია თქვენს გზას გავაგრძელებთ წარმატებით. აქ არ შემიძლია ალოების და მშობლების დიდი წვლილი. ფაქტობრივად 100%-დან 90% იყო მშობლები. დარბაზის ნაწყობიდან დაწყებული სცენარის დამუშავებიდან დამთავრებული, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მშობლებს, რომლებიც ასეთ მიგანას გვერდით. წინ ბევრიდან გველოდება, კიდევ 3 წელი გვაქვს და კიდევ უფრო მეც მოვინდობებ, უფრო მეც გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენი გულები გავაფართოთ. უძმესი მადლობა. ხალხს რა მეც შეგიძლიათ ერთი ციფრო